ჩემი გამხარე. ცოტა ძალიან. ხო, კარგი არა უშავს. ზემონცენა ხალხშინა წავიღო. ეგ ჩემი არა კაცო ჟოზეს იმ მომენტზე. მაშორე კიდევ ის განახმაც არ მინდა. ან თქვენი ნაცხვარი აღარ გავყიდო. აი, თათია, უნდა გაყიდო, მაგრამ რა არის იცი? უსულებს, ბავშვებს, ახლობლებს მაინც მომიყიდი რა იცი. ბავშვებს, მომიცი ჟოზეს. აი, ჟოზე. ხო, მომიცი. გამარჯობა. ნაცხვარი გინდა ნიკა? კი. კაი. თათია, დედა ორი ჟოზეო. ორი ჟოზე გამოგატანე. ეხა ვიქი. Ваша бездушная. Садогдия. Никай шатесур. Мочи. Марахе. Что сайда бездушная? Акидо. Ой, садқали, арадам თელი დღეზე და ჟოზე გამას. ჟოზე? ხო, ჟოზეს ბლოკნოტია დაკარგა. ჟოზე. Ваша ბიძია. ეს პუტკუნა ჟოზე ნახე? არ მასროლინებ და ნოლს ვიქნები, აბა რა იქნება? შენ ბევრს ლაპარაკობ. დაწერე მათემატიკა. რა არის ეს კიდე რა? რამხელა ფორმულა არის რა? მათამაშე რა ნიკა? ჟოზუნია, დაწერე. ისევე დედას უთქვი მე რომ ავსწავლობ. Ei, რამოდერ დამქრება გამოვიდა. ხო, კარგი, ხო. ფრთხილებს გარეთ გავიანთ და ეგ არის რა. ნიკა, იცოდე, არავინ უნდა გაიგოს რომ ჟოზე ვარ. რაულაშა რას ამბობ? რას ვამბობ და ბოთერო ვარ, ადამიანს გავსვათ ხო? ნიკა, კარგი ბიჭი ხარ, სატოლი რომ გაასწორე. მადლობა, ელენე. ლაშა, შენ რატომ იხდი მადლობას? ნიკა ხო იცი როგორი მორიდებული ბავშვია და მე გიხდი მის მაგივრად. ლაშა, მე ქვემო ჩავალ, ჟოზეს ამოვიტან, ყავას რომ მივაყოლოთ. არ იქნება დღეს ჟოზე. მართალია მეცადინეობს და. ნიკა, მათემატიკა დაწერე და ახალ დისკს გიყიდი. არ მინდა ახალი დისკი, ლაშაბიძე ამიყიდის. მათემატიკასაც ისწავლეს ბოლომდე. ნიკა, ინგლისური იცი? იცის, ინგლისურიც იცის. ბუნებაც იცის, მათემატიკაც იცის და ფიზიკაც. ფიზიკას არ სწავლობ. რა? ფიზიკას არ სწავლობ. მე და შენ ისეთი რამე იცი რომ ფიზიკაც იცი. მე ქვემო ჩავედი და ისა რა ქვია, ლაშა, ნიკას დაეხმარე მათემატიკა დაწეროს, კარგი? კარგი. მოდი ახლა, რას მიკეთებ? მოდი ახლა. ნუ ახლა ამ ორ დამახსოვრებულ ციფრსაც მივუმატებთ და ლასახი გაკელენე? ლაშა, პატა იყო თავის კარზე თავით მიყუდებული. მერე თავით გააღო და შევიდა. რა ჭირს, ცუდად არის? კი, ცუდად არის. აქედან გაიტანა ხახვი.
მე რა ხახვი გაიტანა 4 კილო ხახვი გაიტანა ელენე რა მერე რა სულად არის მაგის საქმე ნიკა ლაშაბიძიას დაუჭერე მე ამოვალ ახლა აი გიდი დაფსკო Jose? Somebody Jose? Lashabizia. Jose bizia. იცი რა მოვიფიქრე? დედას ისეთი რამე უნდა უთხრა, რომ ერთი წელი სკოლაში არ ვიარო, რა სიტყვი? რას ვიტყვი და ხამიდი ახლა დაჯექი და დაწერე და შენი ხმა არ გავიგონო საერთოდ. აი, აგერ არის ფორმულა, აგერ არის მაგალითად გამოიყვანე, მიდი. ჟოზე ხო, ჟოზე. Fata. Ai puri mogita. Ai bici ხარ გიორგი ყოჩა. ეხლა რა შენიცი ამას? აი ეს ქერქები დააცალე მთლიანად მოაცალე ორივე ეს ქერქები მთლიანად და მომეცი. თემთელი უნდა გადავყლაპარო ეს ჩამეხერგოს აი. მე რა შაიხერგება ვეღაც წყალგავდა ვეღაც ნერვს გადაყლაპა მე ხო მეტის ღირსი ვარ აი ეს უნდა ვიტანჯო და ვიდგედი აქ თელი დღე არის და სანამ მუხლები არ მომეკვეთება აი ეგ მიდი დააცალე მიდი აი კარები გაგიღია რა კარგია სუფთა ჰაერი შემოვა გამხიარულდები არა გიორგი არა მაგიტომ არ გამიღია რომ სუფთა ჰაერი შემოვიდეს იმ ველოდები ხა ის თეთრი ბუტოწოები რომ დაფრინავენ ხო იცი მაგათ ველოდები რომ მოვიდნენ ეს რომ ჩაუყალაპო რომ ხველება ამიწყეს და დავიტანჯო გიორგი Mătii zgârsior. How are you? Amazon. რა ხდება ბატონო პროფესორი? თევზები გაუშვით აბაზანაში? Pedot ki burchxanebo როგორ კარგად გავიხუმრე თქვენი გულისთვის. მიდით ახლა ისინე თქვენი ვითხომ. დამთავრე რო გიპასუხო. კი, არა. რა? სათევზა 20 მივდივარ და გუში ჭიები რო დავტოვე. შენთან მეთქვი იმათაც წავიყვანთქო რა. ბატონო პროფესორო, ხშირად დადიხარ სათევზაოდ? ყოველ კვირა თუ არა 4 თვეში ერთხელ მაინც. ლაშაბიძია ვარ გითხრა? რა? მე რობერტს თუ სკოლაში არ უნდა ვიარო არ გითხრა? არა, რატო არ უნდა იარო? ესე იგი არ უთქოს, ხო? ნიკა, ამჯერად რა ჩაიფიქრე? კარგი, მაშინ მეგეწვი რაღაცას. ნიკა, რას მაიმინო? დე, ამავე დროს დაკვირვები ხარ? ლაშაბიძიას სულ რომ აქვს ფული. მერე? იცი რამდენი ფული აქვს? რამდენი? ბევრი. ნიკა, ბევრი მაინც რამდენი? არ ვიცი, ჩვენ მათემატიკაში მაგდენი არ გვისწავლეს. ხო. თან სულ რაღაც საქმეებზე როდესაც დარგვეუბრება სად? ხო. თან სახში სულ დაღლილი ბრუნდება. ნიკა, რაღაც იცი და არ მეუბნები? ეხლა დასრული ადამიანი ხარ და შენ თვითონ უნდა მიხვდი. გამარჯობა. თეკლა? თეკლა, მობრძანდით. ესა ელენე ტაქსის სოცვარიანის ხორდა არ ქონდა და დამიხურდავე რა. დიდი მადლობა. მაინც აციამ უნდა იყო თქვენი გაცნობა. ელენე დიდი მადლობა. რა შვებით? რა შვებით და ეზოში ჩავდივართ, ხოდე? არა ნიკა. შემეშალა. ეზოში ჩავდივართ? კი არა, ეზოში ჩავდივარ, ხოდე? ხო, კარგი ნიკა, ჩადი, ოღონდ არ ირბინო. მალე ამოდი და არ იყვირო. ხო, რა თქმა უნდა, აბა.
დაჭირს. რა ვიცი, დეპრესია თუ რაღაც მაქვსო და მე კიდევ დგავარ და ვამხიარული. გამოგდის მე? ხო, რა ვიცი. შეიძლება მესწადო? ხო, რა ვიცი. პატა გამოიხედე? აი ხო ხედავთ ის, ხო? ნახე? როგორი? არა. არც თქვენ არ გამოგივიდათ ხო ბატონო პროფესორო? ხო, რა ვიცი, თითქოს და კარგად გავაკეთე. ის ლევანიკოს რო უკეთებ, იმას მოსწონს, რა ვიცი. ბატონო პროფესორო, აი ესე არის მთელი დღე დატანჯული, რეგიდრონიც ამოუტანი, იმანაც არ უშველა, აღარ ვიცი რა. პატა. სტრიპტის კლუბში ხარ წავიდე? არა. არა. რატომ პატა? არ არის ცუდი აზრი, თან ახლა პროფესორმა რომ უნდა თქვა, უნდა დაუჯერო. გიორგი, არ მინდა მეთქი გითხარი, გამანებე თავი, უნდა ვიდგე და ველოდებია ბუწუწოებს რომ მოვიდე რომ ჩავყავდე და გამანებე თავი. არ მინდა. გოლდის ცენტრზე ხარხარ. მაშინ იცი რა ვქნათ პატა? აი იმ კლუბში წავიდეთ, აი. არ მინდა გიორგი, არ მინდა არაფერი. დააცალე ეს ქერქები, მოაცალე რომ გადავყლაპო და ვიტანჯო ბოლო-ბოლო. ბატონო პროფესორო, რა უნდა გითხრათ იცით? ჩვენ რო წავიდეთ იმ კლუბში და ეს დავტოვოთ, არ ეშველება? რა გჭირს? ლაშაზე ვარ ჩაფიქრებული. ნერვიულო ფული რომ არა აქვს ხო? არა თეკლა პირიქით. ანუ გიხარია ფული რომ არა? ნიკამ ჩამაფიქრა. თეკლა შენ თუ ხარ დაკვირვებული ამ ბოლო დროს ლაშას ძალიან ბევრი ფული აქვს. ხო. ხო. სამსახური არ უშოვია. არა. მთელი დღე სადღაც დადის და სახლში დაღლილი ბრუნდება. ხო. ხო? კი. მერე? რა? სამსახური თუ არ უშოვია, საიდან აქვს ამდენი ფული? ან თუ იშოვა, რატო გვიმალავს? ხო. ელენე, იქნებ სპეცაგენტია და საიდუმლო დავალებას ასრულებს. ხო და მაგიტომაც არ გვეუბნება. თეკლა, რა სპეცაგენტი, კიბეებზე ძლივს დადის. თეკლა, უნდა გავარკვიო, საიდან აქვს ლაშას ამდენი ფული. ელენე, იქნებ რამე გაყიდა. რა? აი მაგალითად სამშობლო. სული. კარგი რა თეკლა რა. კარგი, მაშინ კბილი ამოუღო ვინმეს. მე ასეთი რა კბილი ამოუღო? სიბრძნის. თეკლა, იქნებ 4-ვე ცოლი უხდის ალიმენტს, რა ვიფიქრო, აღარ ვიცი. კარგი, მოიცადეთ, სერიოზულად დავფიქრდეთ, ლოგიკურად მივყვეთ, საიდან შეიძლებოდა ლაშას ეშონა ფული აი ესეთ მოკლე დროში. დავიჯერო იმასთან? არა თეკლა, ლაშა და პოლიტიკა ძალიან შორს არის ერთმანეთთან. მართალია. გამაგარია, პატა, წავიდეთ ჩვენ სათეოსაოთ რა. წავიდეთ. არ მინდა. რა დროს ჩემი თევზაობა, მე დავაგვიანე უკვე დიდი ხნის წინ უნდა წავსულიყავი, ჩემი თევზი დაიჭირეს უკვე. დაიჭირეს ჩემი თევზი. კარგი რა პატა, წამოდი და იქაც იქნება ეგ ბუწუწოები და ჩაყლაპავ, წამოდი. წამოდი პატა, წამოდი. ავთოს მანქანა გამოვარდი და იმის წავართ და წამოვალ. მანქანა გამოვარდი ავთოს? მაშინ წამოვალ, ოღონდ ერთი პირობით წამოვალ. მე დავждები უკან. თქვენ დაჯექით წინ. ხო და ძალიან ჩქარაიარეთ და ორმოებში ურთხით რომ იჟანჟღარო უკან რომ იჟანჟღარო. მაგრამ სალექე ვერძულა წამოწევით თავს მივატებ ფანჯარას ესე და ვიჯანჟღარებ თან ხეებს დავითვლო გული ამერიო და დავიტანჯო. როგორი გაწამული? სათეოსაოთ? არა მგონია. არა. და იქიდან რომ გამოვივლით არა? რა გინდა, კარგია, გამხიარუნდები, წავალ სათეოსაოთ დაჯექი არ დაიხალე, მოდი. ამიდა, ესე უნდა ვიდგე და უნდა დავიტანჯო ესე. აი მე ესე უნდა ვიდგე მთელი დღე და ისა გიორგი, იცი რას ვიზავ ახლა? მოდი დავჯდები და პირიქით არ რავდგები, მთელი დღე ვიჯდები და ესე დავიტანჯები, ხო ესე იგივე.
ელენე და შეიძლება ბანკს ძარცვავს ხოლმე. რა? ძარცვავს რა, ალბათ შედის და ეუბნება როგორი საცოდავია რომ სამსახური არ აქვს, დასთან ცხოვრობს 4 წოლი გაშორდა და იმათ ეცოდებათ და ფულს აძლევენ. ეგრანაირი ძარცვა. ნიღაბი უკეთია და ისე ეუბნება. კარგი და რა, მაიმუნობის დროა, ძალიან ნერვიულობს. საიდან აქვს ლაშას ამდენი ფული და რატო გვიმალავს? თეკლა რახან გვიმალავს, ესე იგი რაღაც ცუდია. კარგი ელენე რა, კარგი რა, იქნებ საერთოდ არ აქვს ამდენი ფული და ჩვენ ტყუილავ ნერვიულობთ. მოიცა გავარკვევ ახლა. მიდი. აბა, როგორ? ახლა. მიდი. გავიდა. ხო, ლაშა ის რაშვები. ლაშა, მე რომ სუნა მომწონს ძალიან ძვირი რომ ღირს. შეგიძლია მიყიდო. კი? ლაშა და 2 რომ წამომიღო? კი. და თეკლას რომ წამოუღო? კი. და 2 ცალი რომ წამოუღო? თეკლა დავიღუპეთ. ლაშას ძალიან ბევრი ფული აქვს. ელენე რა დავიღუპეთ, ძალიან მაგარი სუნამოები დავიცრიეთ. 2 ცალი. ხო. ბატონო პროფესორო, აქ ხარ? მოყვება რამე? ამას თუ ხუმრობით მეუნები, დიდი ვერაფერი ხუმრობა გამოგივიდა და თუ სერიოზულად არ ვიცი რა გიპასუხო. და აქ რას აკეთებთ ბატონო პროფესორო? შეკვეთას ველოდები. და თათია სად არის? ჩემი თათია. ხო გითხარი, შეკვეთას ველოდები. ხო, მაგრამ რა შეუკვეთეთ? სადა შავი მოცხარის, ტყის მარწყვი და ჟოლოს კოქტეილი. და შავი მოცხარი არ ქონდა და ბაზარში წავიდა. და მალე მოვა? არა მგონია, ამ სეზონზე შავ მოცხარს ჯერჯერობით ვერსად ვერ იშოვა. და მე არ უთხარეთ ბატონო პროფესორო რომ ვერ შევიდა? არც უკითხია იმას და მეც აღარ გავიგიჟე თავი. და კოქტეილის გარეშე ვერ მიირთვევთ ჟოზეს ნამცხვარს? ეს ჩემთვის კი არ მინდა. აბა? სათევზაოდ მივდივარ და ვიფიქრე თევზები კარგად წამოეგებიან ჟოზეს ნამცხვარს. წამოეგებიან, აბა რა იქნება? დააკვდა ჟოზე მაგის კეთება. ხო არ დავაგვიანე. გამარჯობა. არა, მოდით აქეთ დავსხდეთ, ხო? უკაცრავად ბატონო პროფესორო. დაცავად თვალები თქონდა. თვალი მწივა და ექიმმა მიჩერა ფერია. ისე ხო ჩემს ახლობელსაც აგიგეთ სასაცილო სათვალე. ექიმა ურჩი ალბათ მასაც. ყავა ხომ აქვს აქ? იცით, ყავაც აქვთ, ჩაიც აქვთ, წვენიც აქვთ, ლუდიც აქვთ, მაგრამ მიმტანი არ აქვთ და ჯობია პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. კარგი, ესე იგი როგორც შევთანხმდით, დიდი რაოდენობით საუკეთესო ხარისხის პურის ფილი მაქვს. ნუ ახლა თუ მოგეწონება თქვენ შემიძლია იაფადაც მოგცეთ. ძალიან კარგი და ნიმუში გაქვს ამოღებული? რა თქმა უნდა. აი, ნებეთ. ძალიან კარგი. სამი ხარ? სადა მე გიო სად არის? სად არის და შეკვეთა. მე ლაშა ვისთაზის ხო არ იცით ეს კაცი ვინ არის? გეტყოდით, მაგრამ არ მომისმენთ. იცით რა ეს მართლა მაინტერესებს ამას მოგისმენ. ვინ არის და არ ვიცი.
დეტარაზე ლაპარაკობენ სამსახურზე ხომ არა? როგორ მინდა ჩემი ემზარისთვის ერთი ნორმალური სამსახური. მოიცა ლაშამ თუ მუშაობა დაიწყო, ჩემი ემზარს აიყვანს თავისა სამსახურში. მერე ჩემი ემზარს დააწინაურებენ და მე თქვენს გამოგიძებნით რამეს, მე მიკითხეთ რა ვინ არის ეს კაცი? აგინა ჩემო ემზარმა დაგასაქმოთ. ესენი არ ამგონია სამსახურზე საუბრობდნენ ხალბატონო ნინა. არა? აბარაზე უნდა საუბრობდნენ, ვაიმე როგორ მინდა როგორ მაინტერესებს უნდა გავიგოთ. ბატონო პროფესორო მე დავუძახებ ლაშას და თქვენ გამოკითხეთ რა ვინ არის ეს კაცი და იქნება რამენად სახელი კითხეთ. ლაშა ვები დიდი ბოდი ერთი წუთი თუ შეიძლება მაპატიეს. ერთი წუთი. უკაცრავად. დიახ მობიცოლა. ლაშა. ის კაცი ვინ არის? ჰა? ის კაცი ვინ არის? გია. რა ვხნახლა? მე შეშუში არა ვარ. საქმეებს კაცი მიდი მიდი. საქმეებს მოვაცდენ. კარგი დაქტორ. გია ქვია. გავიგე. ნეტარაზე ლაპარაკობენ რა სასიამოვნო კაცი ჩანს. ეთყობა სულ საქმეზეა მოსული. კარგად იყავით. კარგად. აბლობა დიდი. რაღაცა გადასცა ფულის არა უნდა იყოს. აშკარად შავი ფულია კი. აინე ბატონო პროფესორი იქნება ტექნიკურად კითხოთ ლაშას ფული თუ აქვს ფული კითხეთ. ლაშა ხო შეერთი თუ კარგად იყავით. აშ ფულის მაგრამ 300 ლარი ხომ არ გაქვს 300? კი. არ მინდა. ბახტო გიორგი და პაატა მელოდებიან და უხერხულია ხო არ ვალოდინებ 1 საათია უკვე მელოდებიან. მეც მეჩქარება ნუ ვიცოლა. კარგად იყავით, კარგად. ნახვამდის და რა სასიამოვნო კაცი იყო. რა უნდა ნეტა ლაშასთან არა უნდა ავიდე. ელინესთან და უთხრა რომ მიხედოს თავის ძმას. ჩამოვალ მერე და თათიას ვეთყვი დატოვა და მიხდო და საყედურს ვეთყვი ძალიან დიდს. და დღეს რამდენი საქმე მქონია. ой მოდი აი რა ვიცი ხა რა მინდოდა ხა ეს საწყალი თევზი ხა იქნება იდგა და თავის შეყვარებულს ელაპარაკებოდა მე კიდე არა რატო გავაკეთე ხა ეს ვერ გავი არა არ მინდა ეს ლაშინის პატა არ დაიღალე დავიქე არ დაიღალე პატა კი მაგრამ უნდა დავიტანჯო მე ხო ღირსივა უნდა დავიტანჯო ხო და ძალიან დამიღალა ფეხი და ბატონო პროფესორო ერთის კამი წამოვიღეთ მარტო გიორგი პროფესორო გიორგი მომისმე გინდა ისა მე მუხლებზე და ხელებზე დავდგები შენ ზურზე შემაჯექი და ეგრე ითევზაო მე ხო ღირსი ვარ მაინც აგიდა პატა აგიდა კარგი აუ დავიჭირო გაიქცა და რა თევზი იყო პროფესორო რა თევზი იყო კარას რაკჭის გამხიარულდი ცოტა ნახე რა ხედია შეხედე კარგი ეს რა ხედია ხედი იყო ჩემი ფანჯდა დურბინით რო ვიყურებოდი ხო რა ვიცი სამაგიეროდ ეს ხედი არ გათხოვდება დავიჭი ვიხედე შენ აუ კიდე გაიქცა რა ეს რა იყო ბატონო პროფესორო რა თევზი იყო ჰა კარას ავიცი რა არის რანაირი ბუნება საწამო მიყვანებს კაცო რა ნიანგი აქ არა რომ დამგლიჯოს აქ ანაკონდა არა რომ გადამყლაპოს საწამო მიყვანებს რანაირი ბუნება ეს რა ამაგიეროდ პოღოები არის
შენ არ კბენენ კოღოები? კბენენ. ხო? კბენენ, მაგრამ ღირსი ვარ, მე უნდა დავიტანჯო. კი, მიდით კოღოებო, გამომწოვეთ სისხლი, დალიეთ ჩემი სისხლი, დამგლიჯეთ რომ დავიტანჯო ეს მზეს როგორ აჭერს შეხები რა. არა, ეხლა მივხვდი, თაფლი უნდა წამომეხ. ხო და ტანზე უნდა შემეზილა და უნდა დავბრაწულიყავი ეს. მე ხო ღირსი. აუ, კიდე გამიქცა. ეს რა იყო, სხვანაირი იყო რაღაც. რა იყო ესა? გაიყო წყალთევზი. წყალთევზი გამიქცა რა. დავიგე. აბა როგორ გადავიჭერე ხლა მე წყალთევზი? მოდი. შენ სულ იცი? ხო და მე ხა ისე მოუჩი პროფესორს ნერვებს რომ გამოსულო მოგიწევ შენ და გაჩერდი ხა. ნახე გიორგი თევზი დავიჭირე. რა თევზია და კარასი. იცი რა შენ ბატონო პროფესორო თევზებს დაიჭერთ ხო? ცოტა ისეთი დაიჭირეთ, ბევრი მხარო ქონეს რომ განშევიდრო დავიტანჯო, გაიგე? ჭიაზე დაიჭირეთ ბატონო პროფესორო? არა ჭიაზე. ჯოზეს ნაცვარი წამოვაწყდი ნემსკაუზე. კაი გემოვნება ქონია თევზებს. მომისმინეთ ის რა ქვია. ეს ჭიაყელები არ გჭირდება ჩვენ? არ გვინდა ჭიაყელები. გაუჩვით მაშინ თორე სოდოები არიან ესე და გაუშვა ესე. სოდოები არიან რა არის რა თქვი. მიდი ჭიაყელები. მიდი თქვენ მშობლებთან წადით ჭიაყელები. წადით საცოდავეთ. მიდი მშობლებთან მიდი. ნახე შეხები ამ საცოდავებს როგორ მიიკლაკნებიან და მადლობას რომ მიხდიან. ნახე როგორ საცოდავად მიიკლაკნებიან. მადლობას მიხდიან. არა პრინცა. გამისკდებული. მაგრამ კარგია, ღირსი ვარ. ანკეც მიხედი, აი თევზი. ოიბი. დაიჭირა. მოდია. ადგარბი ხარ მოდია. აი, კარგი თევზი დავიჭირე. ნახე? აი, თევზო. ოქრო თევზო. ოქროს რა, სუნიანო თევზო. ძალიან ხო, ერთი სურვილი მაქვს შენთან და გეხვეწები უარი არ მითხრა რა. გეხვეწები ერთ რაღაცას ხსოვრო, ჩემი დურბინდა იქნება დამიბრუნა ოქროს თევზო. გეხვეწები დამიბრუნა ჩემი დურბინდა რა. გეხვეწები, ხო დამიბრუნა ჩემი დურბინდა, ძალიან ხო და გაგიშეთ. ერთი სურვილი მაქვს, ხო? კარგი, კეთილი ოქროს თევზი ხარ. გენაცვალე. კარგი, მიდი, წადი. მეგონი მოკვდა. შენ ძენცევზი გადაყარე რომ მეგონი უკვე მეორე წრეზე ვიჭერ. წავიდეთ ბატონო პროფესორი. წავიდეთ. ვეღაც თევზს ვიჭერ, ვერც ეს გავამხიარულეთ. წავიდეთ, თქო მე ფიხი წამოვა თქვენ მანქანის წადით. ან უკეთეს გეტყვით. გამომაბით თუკით მანქანაზე და მათრიეთ სახამდე რომ დამეშეშოთ გვერდები და ვიცვალო. ვაი და კოღო გადავყდა. ხალი დამალეველი კოღო. ვაი მჭირდა. აბა დამ. ეს წყალი არ უნდა დაგელია თევზიანი. რა? თევზიანი. მოპოთიზმ წყალი იყო? რა თევზიანი იყო? არას. ვაიმე. არას. ეგონი ლიფსიტა გადაყლაპე. დიახ, ლაშავარ. დიახ. რამდენი გნებავთ თქვენ? აჰა, გასაგებია. იცით რა იქ ცოტა პრობლემურ სად ბრძანდები თქვენ რომ იცით რა ახლა ისეთ ადგილას ავარ ვერ გელაპარაკებით და სად ძალიან კარგი, მაშინ 2 წუთში მანდვიქნები და ფულზეც და დეტალებზეც დავილაპარაკოთ, ხო? კარგით, დროებით. წავედი მე. დაიგე?
თეკლა რა თქვა ეხლა ისეთი? რა თქვა ელენე ვიღაცა შეუთავდა შეხვედრაზე და ფულზე უნდა მოელაპარაკოს. აი მე ელენე მე მგონი ლაშა ყიდის რაღაცას. თეკლა შენ ფიქრობ რომ კი არა ელენე ეგრე გამოდის. წარმოიდგინე ესე იგი ლაშას სამსახური არ აქვს და ბევრი ფული აქვს. თან არ გვეუბნება საიდან აქვს ეს ბევრი ფული და ვიღაცებას ჩუმად ხვდება. აი მე ელენე მე მგონი ლაშა ჩუმად ყიდის ნარკოტიკს. არ თქვა ებს დამრჩა სათქმელი და არ თქვა? გამოდის რომ ლაშა ჩუმად ყიდის ნარკოტიკ. არა არ მჯერა მაგას ვერ დავიჯერე. ელენე რას ვერ დაიჯერებ? აი წარმოიდგინე ლაშამ რომ პირველი ცოლი მოიყვანა აი მაგ დროს ვინმეს რო შეთვის ეთქვა რომ კიდე სამ ცოლს მოიყვანსო ხო არ დაიჯერებდი? ვაიმე თეკლა როგორი მაგალითი მოიყვანა. გონი დავიჯერე. არ ჯერა. არ ჯერა. ელენე გეუბნები რაღაცა საქმეშია გადავიდე. თეკლა ნუნუა და არაფერი წამოგწდას. აგიშდი ელენე. გამარჯობა გოგოებო, დედა როგორ ნერვიულობ ლაშას ამბავზე ელენე რო აი არ ვიცი რა. თეკლა როდის მოასწარი? რა? როდის მოასწარი? გეუბნები ელენე ეთყობა აზრებს კითხულობს. ელენე დღეს ბარში რომ შევედი ლაშა ისეთ საეჭვო ადამიანთან ერთად თიჭდა რომ აი გული გამისკრა. იცი როგორ იყო შეუხედავი შავი სათვალით, შავი ლაბადით, 2 მეტრიანი ბოროტი ღიმილით. ხათრომახსენებ აი გული მისკრება. მე რო გადიოდა ლაშას ეს რაღაცნაირად უთხრა. ნახვამდის. ალბათ დაშიფრული ინფორმაცია გადასცა. თუ გადიოდა ეთყოდა ნახვამდის. აბა რას ეთყოდა? ელენე შენი გაყოფილ ხარ და ხა ჩემი ნუ მასწავლი. მე ძალიან ნერვიულობ ლაშაზე. ჩვენს ნერვიულობ. ხო მე დასარეკი მაქვს ერთი გავალდა. აი მელენე შენ ამ ბოლო დროს ვერ ამჩნევ შენ ძმას ეს სულ შეიცვალა სულ სადღაც ეჩქარება მე მგონი აშკარად ცუდ საქმეშია გახვეული კი ცუდ საქმეშია გახვეული აი მეცი რა არიცი ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ბოლოდ მოქმედი სახე აქვს აი ეს ცისფერი თვალები ეს კერატმები და ეს ფუმფულა ლოყები ისე დაახასიათეთ ბოროტ მოქმედი კი არა ფერია გამოვიდა ელენე არ მინდა და შემთხვევით ლაშას პერანგი გადადენა აი ეს ამოვარდა ჯიბიდან რა არის ეს ნარკოტიკ ვაიმე გადიიდით არ გიცნობთ არ მიცნობთ მე აქ არა ყოფილა ვაიმე ჩაცოგავი ლაშა დაიჭერეთ ხა და ციხეს ჩასვავე არა ქალბატონო ნუ მე ყველაფერს გავაკეთებ ყველაფერს გავყიდი და ლაშას ციხეში არ ჩავასმევი ვაიმე აბარა ეს სახლიც უნდა გაყიდოთ რამდენს მოგცემენ დიდი 70 თქვენ ახლა გეჩქარება და დააკლებთ ალბათ და 62-ზე მეც კი ვიფიქრებ რა ვიცი მოიფიქრეთ აბა საღამომშვიდობით რომ მოგიცოლა ვაიმე არ მომესალმო და ჩემი სახელი არ ახსენო პირველად მიხარია ცხოვრებაში რომ ჩემი ემზადი უსაქმურია და ლოქი რა ვემართ ამას ვითომ არიცი ლიფტის ფული არა გვაქვს დადებული აი გამომართვით და მიეც ადამიანს კაცო მე გაწიოლა შეგ ფული აქედან მაგ ფულს ჩვენ ხალხს არ მოვკიდებთ თეკლა ველენესა რატომ ლაშა რატომ სად არის ნიკა საქმე მაქვს ნიკას არა საქმე გაქვს ჩვენ ვიცით რა საქმეც მაქვს ლაშა ბავშვს თავი დაანებე რაც კიდე ისქენი ოღონდ ამ სახლში არა ლაშა წადი აქედან წადი ამ სახლიდან წავიდე რა უნდა წავიდე მაშინ ჩვენ წავალთ მოიცა საწახვალ თქვენ რამდენი ხართ მე ერთი ვარ ისევ მეწავალ ზოგადად მაგრამ ამისენ ხალხო რატო უნდა წავიდე აქედან ლაშა როგორ არ გწხვენია რა დღისით მზისით ჯერეთი ახლა ღამეა ხო ღამით მთვარით ამიხსენეთ ხალხო იქნებ გამაგებინოთ რა შეა საქმე თეკლა მიდის ლაშა მიდის მაშინ ვერაფერს არ ვიკავი წავალ ავიღებ ჩემს ნივთებს და წავალ ნივთებსო თეკლა
ნიკას გამოვაკეთებ ამას. რა მაგალითს აიღებს ლაშასგან? ხო, აბა. აი, მე ერთადერთი ნორმალური ბიჭი დარჩა ამ კორპუსში. ელენე, მომისმინე. ლაშა სახშია ძალიან ცუდად ვარ და წამალი მინდა. შენ ალბათ ფრიდონზე ამბობდი, ხო? კარგი ხალხო, რაკჭი ძალიან სუდათ ვარ, რატო არ ჯერათ ჩემ ეხლა დარბიან ეს კიბორჩხალები მუცებს. დაძევენ ამ ლიფსიტას და თუ დაიჭერეს ეს საწყალი მე პანჩურებს უტყავ. დაუძახეთ ვაშა სამალი მომეც. ოჩახ პატარა, მე შენგან ამას ნამდვილად არ ვიფიქრებდი. რას ლიფსიტა? აი გამომართვი წამალი პატა. თეკლა რას აკეთებ? აიღოს და წავიდეს. გავიგე ხალხო რა ხდება ლაშა მოდი ერთი წუთი შენ მაინც ამიხსენი რა ჭირს ეხლა ვერ გავიგე ვერა შენ სადღა მიდიხარ სად მიდივარ და შენთან მივდივარ პატა წამო ცუდაბა აღარ შემიძლია წამო დროზე გადაგაჭირე ჩადი მიდი ჰე რაკჭი ხალხო ალო ელენე არ გამეთიშო ელე ოხ მე რა კიდე გამეთიშა ალო თეკლა არ გამეთიშო თეკლა ოხ რა ახლა მე გამეთიშა ეს ტელეფონი კიდე რა გავგიჟდები რა უნდა ვერ ვფლები რა ამიჩი რა რა პატა რა გჭირს სახეზე რა ვიცი აი თეკლამ რო წამალი მომცა ის შევჭამე და კარგი წამალი გამოდგა ისა ხო იცი კარგი წამალი გამოდგა წამე და კარგი გამოდგა ვეჭადე აღარ დაძდევენ ის კიბორჩხალები ლიფსიტას იმას ლიფსიტას კი დაძდევენ მაგრამ ეს სადღაც შეიმალა და იგე დაიმარა და იქნა ყურის ხოჭი დაბა კარგი წამალიაო კარგია მე კარგია უფრო ამტკიდა მუცელი და კარგია იმიტომ რომ მე უნდა დავიტანჯო ხო ამატკია მუცელი და ვიტანჯები ხა ძალიან კარგი წამალია აი ეგრე მიდი ლიფსიტა მიდი დაიმალე და არ გამოხვიდე რომ არ დაგიჭირო კიბოჩხალე მიდი როცა გეტყვი ი მაშინ გამოდი როცა გეტყვი არ გამოხვიდე ო